მოგესალმებით გალბატონო სოფო, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ჩემი აზრით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლევანდელი ეს ასე ვთქვათ რეპორტი არასახელმწიფო უსაფრთხოების არის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის, აპოლიტიკური ინსტიტუტის, რომელიც ჩემი აზრით უნდა წარმოადგენდეს აბსოლუტურად ნეიტრალურ, ესე იგი შეფასებებს პოლიტიკური გემოვნების ან არსებული პოლიტიკური კრიზისების თუ პოლიტიკური ხედვების მიუხედავად არამედ რეალურად უნდა ასახავდეს იმ რისკებს და გამოწვევებს, რომელიც ქვეყანას დღეს ძალიან ბევრი აქვს სამხრეთ კავკასიაში, როგორც ვიწრო, ასე ვთქვათ, რეგიონულ აღქმაში, ფართო შავი ზღვის რეგიონში, ზოგადად სხვადასხვა გეოპოლიტიკურად აქტიურ რეგიონებში მიმდინარე კრიზისების ფონზე და ჩემი აზრით ეს დოკუმენტი არის აბსოლუტურად აცდენილი ამ რეალობას და მეტიც, ანუ ეს დოკუმენტი არის პირდაპირ პარტია ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, დერეფნებში დადრაფტული, დაწერილი დოკუმენტი, რომელიც უბრალოდ შემოგვასაღეს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 20-24 წლის ყოველწლიური ანგარიში. შეგვიძლია ეს განვიხილოთ, როგორც ივანიშვილის 29 აპრილის პოლიტიკური განცხადების გაგრძელება, განსაკუთრებით თავი, სადაც საუბარია პირდაპირ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურს ამან გაუადვილაო საქართველოს ანტიდასავლური კამპანიის წარმოების შესაძლებლობა, პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც მათ შორის ჩართულნი იყვნენ ციტატა დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები. ანუ აქვს ქვეყანას ახლა ისე საქმე, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომ ესე იგი პროპაგანდისტულ კამპანიას თურმე ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს დასავლეთი. ეს არის აბსოლუტურად მტრის და მოყვარის ხატის აღრევა. ეს არის პირდაპირ სახელმწიფო კურსის ცვლილების გამოძახილი, რაც 29 აპრილს ძალიან ღიად თქვა ივანიშვილმა. როგორ არის ჩემი აზრით, იცით ხალბატონო სულო? ეს არის დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ, ანუ პარტიულ ნომენკლატურას, პარტიულ ყოველდღიურ დღის წესრიგს ემსახურება, გარკვეული ჩამოყალიბებული, ანუ სტრატეგიული მესიჯ ბოქსით, სტრატეგიული, ასე ვთქვათ, ნარატივებით, მათ შორის ისეთი ნარატივებით, რომელიც გავრცელების საშუალებას იძლევა ქართული ოცნების პოლიტიკურად მოტივირებული ინფრასტრუქტურის მიერ. ეს არის კონკრეტული ამოცანის მქონე დოკუმენტი, რომელიც შემდეგ აი საინფორმაციო ველზე ახლა შემდეგი კვირების განმავლობაში დაიშლება, დაილექება ეგრეთ წოდებული მოლაპარაკებებით დაწყებული, დამთავრებული, რა ვიცი, 1500 ლარიანი ეგრეთ წოდებული ექსპერტებით, რომლებიც პირდაპირ აი ამ პროპაგანდისტულ გზავნილებს ჩამოაყალიბებენ და ჩამოარაკრაკებენ უკაცრავად ამ სიტყვაზე შემდეგი კვირების განმავლობაში. მაგრამ მე გეტყვით, ნორმალური, კარგი დოკუმენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომ ასრულებდეს თავის რეალურ მისიას, კონსტიტუციით გათვალისწინებულ მანდატს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს, ჩემი აზრით. უნდა ასახავდეს კონკრეტულად იმ კონტრსადაზვერო რისკებს, რეალურ რისკებს, ოღონდ აი წყალი სადღეგრძელოს ტიპის განცხადებების დონეზე კი არა. კონკრეტული кейსების, შეიძლება დეტალების გარეშე, მაგრამ კონკრეტული кейსების აღწერით მათ შორის. ის უნდა ასახავდეს რეალურად კონკრეტულად რა საფრთხეები აქვს ქვეყანას. ეს არის ტერორიზმის საფრთხე, ეს არის რადიკალიზმის საფრთხე. ანუ ძირითადად ორ მიმართულებად იყოფა ხოლმე, ხო? ანუ მსგავსი ტიპის დოკუმენტები, აი საფრთხეების ჩამონათვალს გულისხმობ, ამ შემთხვევაში საფრთხეების მენიუს გულისხმობ. ერთი არის ეგრეთ წოდებული non-state აქტორების მიერ წარმოქმნილი საფრთხეები, რომელიც შეიძლება იყოს მაგალითად, რა ვიცი, ტრანსნაციონალური ექსტრემიზმი, რადიკალიზმი, ანუ ორგანიზებული დანაშაული, რომელიც შეიძლება პირდაპირანირებად კოორდინირებული იყოს სხვადასხვა სადაზვერვო აქტივობებთან. კი ბატონო. ეს შეიძლება იყოს ნომერ პირველი თავი ალბათ მაინც კი ბატონო. მაგალითად ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი სხვა შორის არის ცალკე თავი იქ, მაგრამ აქ ნომერ პირველ საფრთხედ საქართველოსთვის სამწუხაროდ დღემდე რჩება რუსული საფრთხე და ინფილტრაცია, თუნდაც რუსული გავლენის აგენტების საქართველოში. ჩვენ ერთი მეორის მიყოლებით ვნახეთ შეერთებული შტატებიდან ზუსტად ამ საფუძვლით დასანქცირებული უმაღლესი თანამდებობისა თუ გავლენის პირები, ხომ? იგივე ივანიშვილთან კავშირში ზუსტად ეს საფუძველი დასახელდა
დასახელდა, მანამდე იყო ფარცხალაძის кейსი და ზუსტად ეს საფუძველი დასახელდა. ეს არის რეალური საფრთხე ამ ქვეყნის დღეს რუსული გავლენის აგენტების გაძლიერება, გამოვლენა, მაგრამ როგორ უნდა იყოს სუსის დოკუმენტში მათ გამოვლენაზე საუბარი, თუნდაც სახელებისა და გვარების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სახელებით და გვარებით ავრცელებენ ხოლმე ასეთ ინფორმაციას, ეს სულაც არ არის ყველა ქვეყანაში დამალული ინფორმაცია, ვინ გამოავლინეს, რომელი რუსის აგენტი. და ეს საკმაოდ კომიკური ხდება, როცა ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ ფარცხალაძე და ივანიშვილი არიან ამ ქვეყანაში რუსული გავლენის გაძლიერებისა და დემოკრატიის ძირგამომთხრელები. ალბათ სოფოი ვერ დავასრულე ლოგიკა პრინციპში მე არასახელმწიფო ასე ვთქვათ non-state აქტორები ჩამოვთვალე მაგრამ თქვენ რაც ახსენეთ ახლა მაგალითად იგივე საფრთხები რომელიც უკავშირდება კონსადაზორო რისკებს ეგ არის სახელმწიფო აქტორები ანუ და სახელმწიფო აქტორების სიაში რა თქმა უნდა პირველი ნომერი მიენიჭებოდა რუსეთს და რუსეთის თავში ანუ ცალკეულ რუსეთის თავში რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დაიწყებოდა კონსადაზორო რისკები და კონსადაზორო რისკებში უნდა ჩაშლილიყო რეალურად რუსული ასე ვთქვათ modus operandi წინა წელს როგორ გამოვლინდა ანუ ეს იყო გავლენის აგენტებში ასე ვთქვათ გავლენის აგენტებზე აქცენტების გაკეთება თუ პირდაპირ იგივე მძინარექსელების ანუ გამოვლენა ან პოლიტიკურად ასე ვთქვათ მოტივირება ან პოლიტიკოსებთან პირდაპირი აგენტურული ქსელის მუშაობა ან ჩანერგვა და ინფილტრაცია ან პენეტრაცია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში სხვადასხვა დონეზე ანუ ეს არის სახელმწიფო აქტორები და კონკრეტული თავი უნდა ეთმობოდეს რუსეთს შეიძლება იყოს ჩამონათვალში მოხვედრ სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს ირგვლივ არსებული პრობლემების ფონზე იქ და ცალკეული თავი შეიძლება იყოს ჩინეთთან დაკავშირებული შეიძლება იყოს მეზობლებთან დაკავშირებული შეიძლება იყოს სხვა რეგიონალურ აქტორებთან დაკავშირებული ირანთან დაკავშირებული მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ყველაფერს სწორედაც აი ამ აპოლიტიკურ ჭრილში უნდა წარმოაჩენდეს არ არის აუცილებელი მაინც და მაინც რომ სახელი და გვარებით ისაუბრო შეიძლება პატერნი აღწერო ამავდროულად ანუ პირობითად შენ წინა წელს იმის წინა წელთან შედარებით მაგალითად როგორი საფრთხე გამოავლინე რომელიც შეიძლება ანომალია ყოფილიყო შეიძლება პირობითად რუსეთი ანუ აქცენტს აკეთებდეს არაპოლიტიკოსებთან მუშაობაზე არამედ რა ვიცი საზოგადოებაში ცნობილ სახეებთან მუშაობაზე მაგრამ თქვენ დასაწყისში რაც ახსენეთ ანუ აი ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ეგ მთლიანად არის შეტრიალებული ანუ რას გულისხმობ ამაში ანუ რეალურად ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები რომელიც სწორედაც მანამდე გეხმარებოდნენ რომ აი ეს კონსადაზვერო იგივე ტერორიზმთან და რადიკალიზმთან დაკავშირებული საფრთხეები გამოგევლინა გემუშავა და ფაქტიურად საკუთარი თავი გადაგერჩინა ეგ ხალხი ყავს მათი სახელმწიფოები ყავთ გამოყვანილი მტერ სახელმწიფოები და ფაქტიურად ანუ მინიმალურად ნიველირებული არის აბსოლუტურად მინიმალურად ეხებიან რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს ან ეხებიან სადღეგრძელოების დონეზე მხოლოდ და მხოლოდ და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ცხადია იმიტომ რომ მსგავსი ტიპის სტრატეგიულ დოკუმენტებში ანუ ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ჩანდეს შეიძლება არა დეტალების დონეზე მაგრამ უბრალოდ აჩვენებდე ტრენდს და პატერნს კი ბატონო ქართულ ოცნებას ივანიშვილის რეჟიმს მოუვიდა სიცხადის ეტაპი ეს ჩვენ ახლა წავალთ ქვედინებებში იმის სამტკიცებლად ეს პირდაპირ კრემლის მოთხოვნა თუ ჟანრის ლოგიკამ ავტორიტარიზმის განვითარების გზაზე მოიტანა ეს მაგრამ ერთი რამ ცხადია ივანიშვილმა 29 აპრილს ძალიან ღიად თქვა ყველაფერი მე ნოემბრის ბოლოს ირაკლი კობახიძემ გამოგვიცხადა ფაქტობრივად საგარეო კურსის ცვლილება ეს შეიძლება ასე აღიქვათ თუ მან გამოაცხადა რომ შეჩერებულია ახლა ევროკავშირთან მოლაპარაკებები და ასევე ამას მოყვა სუსის ოფიციალურ დოკუმენტში პირველად ხსენება დასავლეთის როგორც ორგანიზატორის და დამფინანსებლის რომ აქ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და სახელმწიფო გადატრიალება ეს მოხდა ახალი ხელმძღვანელის პირობებში ოხანაშვილის პირობებში მიუხედავად იმისა რომ ლილუაშვილის ხელმძღვანელობით სუსის გამოქვეყნებულ ანგარიშებში ყოველთვის იყო ეს რაღაც რევოლუციური საფრთხე ან სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე პირველად არის კვლავ ვიმეორებ როცა დასახელებული არის დასავლეთი და დასავლური ქვეყნები როგორც ამის ორგანიზატორი არ ვიცი ეს ცვლილება შესაძლოა ამიტური კითხვა ოხანაშვილის პარტიული ასე ვთქვათ ერთგული კადრის დანიშვნა სუსში უკავშირდება თუ არა ასეთ ძალიან ღია ტექსტებს უკვე სუსში
როგორ მგონია იცით, ანუ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ წინა, მოდი ასე ვთქვათ, წინა დოკუმენტებიც არ ბრწყინავდნენ, იმიტომ რომ იქაც იყო პირდაპირ თუ ირიბი მინიშნებები, მოდი ასე ვთქვათ, რომ აი დასავლეთისკენ იშვერდნენ. თუმცა ჩაკითხვებში არ ადასტურებდნენ. სტრატეგიული მოწინააღმდეგე არა რუსეთის ფედერაცია იყოს, არამედ დასავლეთი ყოფილიყო. კი ბატონო. მაგრამ მე ერთმანეთში ვეთანხმები, ანუ იმას, რომ მათ მიაჩნიათ რეალურად დასავლეთი სტრატეგიული მოწინააღმდეგე. ოღონდ არა იმ მიზეზების და გამო, რომელიც აქ ჩამოთვალეს თვითონ აი ამ დოკუმენტში, უпростоრად ჩხალებში მიზეზების და გამო. არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ დასავლეთში მიუღებელია მსგავსი ტიპის მმართველობის შენარჩუნება ისეთ ქვეყნებში განსაკუთრებით, რომელსაც რესურსები არ გააჩნია, ამას ხას უსვო. მე არ მაქვს ახლა ილუზია, რომ გითხრათ, რომ აი ყველა ქვეყანასთან დასავლეთი არის სტანდარტულად ერთი მიდგომით, არამც და არამც. მათ შორის რეგიონში არის კლასიკური მაგალითი აზერბაიჯანი სხვათა შორის. მაგრამ შენ საქართველოს აზერბაიჯანი არ ხარ. შენ არ გაგაჩნია ან ვარც ნავთობი და არც გაზი, რომელიც სწორედაც დასავლეთში ჭირდება. და შენი ერთადერთი სტრატეგიული შედარებითი კონკურენტული უპირატესობა წარმოადგენდა ის, რომ აი ამ მთელ ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიაში, ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას მინუს ყველა დანარჩენში ფაქტიურად იყავი როლ მოდელი. ამიტომაც აქვს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და არ აქვს აზერბაიჯანს. აქვს ურთიერთობის დონეზე ევროკავშირთან მაგალითისთვის სხვა არის, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მიისწრაფვის ასეთი ტიპის ცხოვრებისკენ, სადაც ადამიანის უფლებები და ამ იდეალებისკენ, ხომ? აზერბაიჯანს არ აქვს ეს ამბიცია. უფრო მეც გეტყვით, ქალბატონო სოფო, პარანორმალური მოვლენა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით რა არის? იცით, რომელიც ჩემი აზრით აი დღეს პოლიტმეცნიერების, კვლევარების დონეზე ძალიან საინტერესოა შესასწავლა. იმიტომ რომ იგივე მაგალითად აზერბაიჯანის მაგალითი რო ავიღოთ, ანუ პრეზიდენტ ალიევს ისევე როგორც მის მოსახლეობას ამბიცია არ აქვს, ანუ ევროკავშირში წევრობის. ქართული ოცნებისგან განსხვავებით ესენი დღემდე გამოდიან. და ფაქტიურად აი პირდაპირ იტყუებიან, ან თვალებში უყურებენ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, მათ შორის საკუთარ ამომრჩეველსაც და ეუბნებიან, რომ არა ჩვენ აი 20-30-ისთვის წევრი გავხდებით აუცილებლად. რატომ იტყუებიან? ეს არის საფუძველი აქ, მნიშვნელოვანი საფუძველი. იმიტომ რომ არც ბელორუსი სხვათა შორის ეხლა რომ პოზიტიური კრედიტი რომ მივცეთ აი ამ პოსტსაბჭოთა წარსულის მქონე ქვეყნებს, ხო ანუ ბელორუსშიც ანუ პრეზიდენტ ლუკაშენკოს იმდენი გამბედაობა ყოფნის რომ თქვას, რომ ეს დასავლეთი არ მინდა საერთოდ და ჩვენი ინტერესი არ არის დასავლეთში ინტეგრაცია. აზერბაიჯანშიც იგივე ხდება, ცენტრალურ აზიაზე საერთოდ არ ვსაუბრობ. ის პოლიტიკური ხელმძღვანელები, რომლებიც იქ მართავენ ამ ქვეყნებს, ისინი ღიად იძახიან, რომ ჩვენ ხალხო ევროკავშირი არ გვინდა. აქაც ჰქონდათ ამის მცდელობა, ეს თქვა 29 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ, ხო? არ გვინდა 2020 წელს. ამას შემდეგ წინადადების ბოლოს იმის გამო რომ გამბედაობა არ ყოფნით, რომ პირდაპირ თქვა, რაც უნდათ და რასაც აკეთებენ, იქვე წინადადების ბოლოს ასრულებენ იმით, რომ აი ევროკავშირი კი ძალიან გვინდა. მაინც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაღაც ის DCFTA და ღრმა და ყოვლის მომცველი ხელშეკრულება და ვიზა ლიბერალიზაცია დავიცვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ფაქტიურად, რეალურად ეს არის უნიკალური кейსი დღევანდელ თანამედროვე პოლიტმეცნიერების ისტორიაში და აი კვლევითი საგნის შესწავლის თვალსაზრისით, რომელიც ერთი მხრივ აკეთებს ქმედებების დონეზე, რომ მთლიანად ქვეყანა ჩაჭრას ანუ ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივისგან და ამავდროულად რომ საკუთარი ესე იგი მოსახლეობის გონება პროპაგანდით მაინც მოწამლოს განცხადებების დონეზე შეგნებულად ესე იგი კულტივირებენ იდეას რომ ისინი მაინც თითქოს და პროდასავლელები არიან და ეს არის ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ფენომენი მათ შორის შესასწავლად და ამავდროულად მედია დაფარვის თვალსაზრისით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი რომელიც გასათვალისწინებელია გზავნილების დონეზე ხალხთან კომუნიკაციის თვალსაზრისით კი ბატონო, კახა, აქვე უნდა ვიკითხო რეალური საფრთხე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმისთვის არსებობს წესით, იმისთვის იღებს ჩვენგან სხვათა შორის ხელფას ეს ხალხი, რომ მართლაც სახელმწიფოს უსაფრთხოება უზრუნველყოს. დღეს ყველა მიცის, რომ სუსი პოლიტიკური დავალების შემსრულებელია. აი გუშინდელი მაგალითისთვის ნანუკას სახლში მდგარი, შავებში ჩასმული პირბადიანი, სახედამალული სუსელები
რომლებიც ჯერ არ ამბობდნენ ვინ იყვნენ, შემდგომ დაადგინა ნანუკა ჟორჟოლიანმა ვინც იყვნენ და მოითხოვა რომ მათ დაეტოვებინათ ის ადგილი, იმიტომ რომ გამოძიებას აქ უკვე სხვა გამოძიებაზეა საუბარი, იქაც ხალხის მტრები და საბოტაჟი ფიგურირებს და რაღაც ფაქტები თითქოს მოგონილი კვლავ სათაური, იქ პროკურატურა აწარმოებს იმ საქმეს. მაგრამ ამ ადგილზე იყო სუსიც. აი, კიდევ ერთხელ ძალიან ცხადყოფდა ეს რეალურად რა საფრთხეებით ბჭყალებში განეიტრალებით არის დაკავებული დღეს სუსი. ამ შემთხვევაში რეალური საფრთხე ამ ქვეყნის გვერდზე რჩება და ესე იგი სახელმწიფოც თავისი რესურსებით დაძდევს ორსულ ქალს, 7 თვის ორსულს, მცირეწლოვანი შვილით და აბრალებს რომ რაღაცას გეგმაქვს ის თურმე რომ მაგერ ივანიშვილის რეჟიმი შეარყიოს თუ რაღაცა ქნას არ ვიცი. აი, რაღაცნაირად წარმოუდგენელ ეპიზოდებთან გვაქვს საქმე. რეალური საფრთხე ამ ქვეყნის, როცა ყველა სახელმწიფო უწყება განსაკუთრებით სუსი პოლიტიკური დავალების შემსრულებელი. ნუ თუ ამ კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით შემეკითხებოდით, მე ვიტყოდი რომ ეს იყო არაპროფესიონალიზმის ალბათ ერთ-ერთი კლასიკური გამოვლენა. ანუ თუ მაინც და მაინც ადგილზე მიდიხარ, ანუ სადაც და ზუსტად იცი რომ კამერები იქნებიან და შენ შეიძლება მომენტალურად გაიშიფრო, როგორც მინიმუმ, ანუ ოფიციალური საფუძველი უნდა კონდეს, ან მზად უნდა იყო სცენარისტვის რომ პასუხს მოგთხოვენ, ან ისე უნდა გააკეთო ეს ყველაფერი რომ არ გამოჩნდე, ხო ანუ თუ ამის ცხადია სამართლებრივი საფუძველი გაგაჩნია საერთოდ ეგ ერთი. რაც შეეხება ანუ ზოგადად დამოკიდებულებას და ანუ საოპერაციო ქმედებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, რომელიც რა ვიცი, ჩემთვის ძალიან მტკივნეული უწყებაა იმ გაგებით, რომ ძალიან მიყვარს მე იქ მომუშავე ხალხი და დღემდე ძალიან დიდ პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაღალი თანამდებობის მქონე პირი უბრალოდ თვალს ხუჭავს აი ამ ძალიან სახელმწიფოსთვის საგანგაშო და სახიფათო ტენდენციებზე. მერკანტინული, ვიწრო მერკანტინული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც გამართლება აღარ აქვს სხვათა შორის. და აღარ არსებობს არგუმენტი, რომ თქვა რომ აი მე მაინც რაღაც კარგი საქმის გაკეთება შემიძლია. იყო პერიოდი, როდესაც ეგ იყო კარგი გამართლება, იმიტომ რომ მართლა ჩუალედურ გორს ჰქონდა ამის მანევრის რესურსი იმ კონკრეტულ მონაკვეთში, მაგრამ დღეს მოცემულობა ისე დაიწურა, რომ ეს მანევრი ძალიან შეუზღუდეთ და კლასიკური მაგალითი სხვათა შორის არის აი ეს დოკუმენტიც. როდესაც ფაქტიურად დარწმუნებული ვარ საშუალო გორს ჩაწერის აი ამ აბსურდების, ესე იგი, დაედიტების, ჩაკორექტირების საშუალებას არც მისცემდნენ და დაწერეს ფაქტიურად ის, რაც პარტიამ დაავალა. ამიტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღეს პრობლემა არის მაღალ პოლიტიკურ დონეზე, მაგრამ პრობლემა რეალურად მაღალი პოლიტიკური დონიდან ჩამოდის უკვე საშუალო რგოლში, განსაკუთრებით საშუალო რგოლში, რომელმაც საკუთარი სიტყვა უნდა თქვა ჩემი აზრით. იმიტომ რომ როდესაც 5 და 10 და 15 წელი რო გავა და 20 წელი რო გავა და აი ამ ჭაობში რო ისევ და სიბინძურეში უკაცრავად რომ ისე ვიტივტივებ, იგივე შეკითხვას დავსვავთ, რა შეცდომა დაუშვეს ჩვენმა მშობლებმა 90-იანებში, როდესაც საქართველოს აი ამ ჭაობში დარჩა და მთელი 30 წელი უბედურება გავიარეთ მე, თქვენ და ჩვენმა თაობამ განსაკუთრებით. და როდესაც ბალტიელებმა, უნგრელებმა, პოლონელებმა, ჩეხებმა ფაქტიურად აი სამშვიდობოს გადააღწიეს. დღეს მიუხედავად ბევრი პრობლემისა, რომელიც ასევე არსებობს ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით სლოვაკეთში და უნგრეთში. მათ გამოიყენეს გაფართოების შანსი, რომელიც მაშინ იყო გახსნილი, საქართველოს შანსი არათუ ვერ გამოიყენა, ღრმა ჭაობში ჩავარდა, შეიძლება ითქვას, სამოქალაქო ომი და რუსების ხელისფათურის შედეგად, რაც მოხდა, ყველამ კარგად იცის და გაფართოება ყოველთვის ორმხრივი პროცესია. ევროკავშირი და დასავლეთი უნდა იყოს ამისთვის მზად. ბევრი წლის შემდგომ გაიხსნა ეს შანსი, თქვენს ძალიან კარგად მოგეხსენებათ ეს 90-იანი წლების შემდგომ ეს შანსი არის ახლა. გახსნილი და გვეუბნებიან ძალიან ღიად, რომ 2030 წელი არის ასე ვთქვათ თარიღი, როცა საქართველოს შეეძლო გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, რომ ის მიდიოდა ამ გზაზე, რომ არა ივანიშვილის რეჟიმის საბოტაჟი, მან ყველაფერი გააკეთა, რომ ეს რუსეთის პირდაპირი დავალება შეესრულებინა, რუსეთის პირდაპირი ინტერესი შეესრულებინა, რომ ამ გაფართოებაში საქართველოს იქნებ რამენაირად ვერ მოხვდეს. შესაბამისად, უკვე სუსის ანგარიში
აღმოსავლეთი როგორც მტერი, როგორც მისი ასე ვთქვათ დამხობის მსურველის დაფიქსირება, ეს არის ამ ხაზის გაგრძელება და ეს მინდა ვიკითხო, რა შანსი რჩება ამ ქვეყანას, რომ დაბრუნდეს გზაზე, რომელიც მას მიიყვანს ამ მორიგი შანსის გაფართოებამდე. მე გეთანხმებით, რომ თაობები ყოველთვის ამას ისტორიულ ჭრილში, როცა შეაფასებენ დეტალებს, არავინ იკითხავს ყველა შედეგს. აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, შანსთან დაკავშირებით ქალბატონო სოფო, მე მგონია, რომ შანსი ამ ქვეყანას ნამდვილად აქვს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა პოლიტიკური გემოვნების და მიუხედავად. მე მაინც ძალიან მჯერა, რომ არის ძალიან გონიერი. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, თავის პროპაგანდა, თავისი ეს ძალიან დიდი ფული, სოციალურ-ეკონომიკური კატაკლიზმები და პრობლემები, რომელიც ადამიანებს უბრალოდ აი ამ ძირითად გეოპოლიტიკურ შანსებს უნიველურებს გონებაში და ძირითადად მაინც ესე იგი ხვალინდელი დღის წესრიგით მოქმედებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს და არ ფიქრობენ რა იქნება ერთი კვირის თავზე. რა იქნება შემდეგი თაობების ასე ვთქვათ გასაწევი ჭაპანი და პრობლემები. ანუ მე მაინც მგონია სწორი კოორდინირებული გზავნილები. მათ შორის სხვათა შორის ჭკვიანი ჟურნალისტების დახმარებით. ძალიან კარგი ანალიტიკოსების დახმარებით. სწორი, სტრუქტურირებული, მიზანზე ორიენტირებული გზავნილების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია რომ ამ ადამიანების გონებაში გავაღვიძოთ ის კრიტიკული აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ნაკვერჩხალი, რომელიც საბოლოო ჯამში გადატეხავს აი ამ სისტემას. და ეს პროცესი გარკვეულწილად დაწყებული არის. არის რა თქმა უნდა პრობლემები და ჩავარდნები, არის შეცდომები აქეთ ამ მხრიდანაც. იმიტომ რომ როდესაც რა ყოფნის პროცესს ბადნო კახა მეც გეთანხმებით იმ ნაწილში რომ საზოგადოებას ეს ესმის რომ ახლა არის კრიტიკული მომენტი უბრალოდ ივანიშვილს თუ დავაკვირდებით ბოლო ერთ კვირაში თუნდაც ერთ თვეზე რომ არ ვისაუბროთ ძალიან ჩქარი ტემპით ცდილობს ავტორიტარების ხელში არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას იქნება ეს ფინანსური ძალადობრივი თუ ყველა საშუალება რომ რამენაირად მოაშთოს ეს პროტესტი რაც ქუჩაშია რაზეც თქვენ ახლა საუბრობდით ეს ხალხი ამიტომ არის ხო? შესაბამისად რა აკლია ამ პროცესს რომ აჯობოს ავტორიტარიზმს? რამდენიმე რამე აკლია ჩემი აზრით. პირველი აკლია თვითრწმენა, გამარჯვების თვითრწმენა, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებ, შენ თუ არ დაიჯერებ, რომ გამარჯვება შესაძლებელია. ეს არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც გიჟურად გჯეროდეს რომ ხვალ გაიმარჯვებ. არამც და არა. ჩვენ მარათონულ პროცესში ვართ შესული. ერთი ეგ გვაკლია, მეორე აკლია კარგი სიტყვა არის ინგლისურად consistency, თანმიმდევრულობა. თანმიმდევრულობა მათ შორის გზავნილების დონეს. და მესამე რაც გვაკლია, ესე იგი, ლოკალურ გამოწვევებთან სწრაფი ადაპტირების უნარი. ამაში გულისხმობ მათ შორის ნარატივების და სენტიმენტების ადაპტირებას. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვაანალიზებთ აი პროცესი რო სიღრმისეულად გაანალიზო, ქართული ოცნება დგას რამდენიმე პრობლემას. რამდენიმე პრობლემის უпроსურად სათავისო წარმოჩენაზე. და ერთ-ერთი არის სტრატეგიული კონსერვატიზმი. ისინი საკუთარ თავს ესე იგი წარმოადგენენ, რომ აი ჩვენ ვართ რელიგიის, მართლმადიდებლობის, კეთილსინდისიერების, ადამიანობის, ადამიანთმოყვარეობის დამცველები და ყველა დანარჩენი არიან ეგრეთ წოდებული ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლები. როდესაც ისინი სტრატეგიული კონსერვატიზმის ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ, ჩვენი ვალია რომ ვადაპტირდეთ და სწორედაც სტრატეგიული კონსერვატიზმი, რაც რეალურად ასე არის ამავდროულად. ჩვენ არანაკლებ რელიგიურები ვართ, უკაცრავად პასუხია. რომ გაცთმოყვარეობაზე არანაკლებ მოწმუნეები ამავდროულად. ბატონო ეს დაუპირისპიროთ ზუსტად მათ. თავის თავსვე უპირისპირდებიან ყველა კადრში, როცა ურტყამენ ხალხს, ასისხლიანებენ ახალგაზრდა ბიჭებს, აფურთხებენ და ციხეში ამყოფებენ აბსოლუტურად უდანაშაულ ადამიანებს, რომელ კაცთმოყვარეობაზე და რელიგიაზეა საუბარი. ორსულ ქალს დილის 7-9 საათზე სახლში ადგებიან მცირეწლოვან შვილთან ერთად აბსურდული მიზეზებით. მე მგონია რომ ეს თავისი პროპაგანდა მათ საკუთარ თავზევე ემხობათ, უბრალოდ ეს ავტორიტარული რეჟიმის დასასრულის წინასწარმეტყველება იმაშიც გეთანხმებით საკმაოდ რთულია ხოლმე ტაიმლაინზე, ასე რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მადლობა თქვენ იმისთვის. საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა.